ეს თავი არის მათთვის, ვინც ხედავს, რომ განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ეს არის გზავნილი მასწავლებლებისთვის, სკოლის ლიდერებისთვის და მშობლებისთვის, ვინც მზად არის გადახედოს კომუნიკაციის ფორმებს, გააღრმავოს ემპათია და აღადგინოს ნდობა თაობებს შორის. ურთიერთობის კრიზისს ასექმია თავს, როცა ერთმანეთს ვერ ვუგებთ. 21 საუკუნის სკოლაში ჯერ კიდევ ხშირად გვესმის, მასწავლებელი ვერ უგებს მოსწავლეს, მოსწავლე არ უსმენს მასწავლებელს, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული სიმპტომებია, ფესვები უფრო ღრმა. ურთიერთობის კრიზისი არის სისტემური, კულტურული და ფსიქოლოგიური. კრიზისის ძირითადი მიზეზები რა არის? მიზეზის ახსნა, თაობათა აცდენა. მასწავლებელი აღიზარდა სხვა ღირებულებებით, მოსწავლე ციფრულ სამყაროში. კომუნიკაციის ფორმების აცდენა. მოსწავლე ეძებს ვიზუალურ, სწრაფ და ემოციურ კომუნიკაციას. სკოლა კი ჯერ კიდევ ტექსტებზეა ორიენტირებული. ემოციური მიზეზები. არც მოსწავლეს, არც მასწავლებელს არ ასწავლიან როგორ გამოხატონ გრძნობები, როგორ მოусმინონ. სისტემური სტრესები, შეფასებები, გამოცდები, მოლოდინები. ყველაფერი ქმნის დაძაბულობას, რომელიც ანგრევს ურთიერთობას. ყველა ადამიანის საჭიროებათაგან ყველაზე ფუნდამენტურია გაიგო და გაგიგო ნამბობდა რაფ ნიკოლსი. მოსწავლის საჭიროებები. იმისათვის, რომ გახდეს მომავლის შემქმნელი, მოსწავლის დღეს სჭირდება ნდობა და უსაფრთხო სივრცე, სადაც არ ეშინია შეცდომის. გულწრფელი დიალოგი, სადაც მისი ხმა მნიშვნელოვანია. ემოციური მხარდაჭერა და არა მხოლოდ აკადემიური მხარდაჭერა. შინაარსი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან. მასწავლებელი, რომელიც არ არის ზედამხედველი, არამედ თანამგზავრი. არის გამოსავალი, ურთიერთობის რესტარტი. პირველი სკოლა უნდა გახდეს დიალოგის სივრცე. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მას უსმენენ, მასწავლებელმა უნდა ისწავლოს მოსმენა და ემპათია. ეს არ არის სისუსტე, ეს არის ლიდერობის ფორმა. სწავლება უნდა გახდეს ურთიერთობა და პროცესი. ცოდნა გადაეცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დამოკიდებულებებით. სკოლა უნდა აღიაროს, რომ ემოციური განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური. დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ურთიერთობის კრიზისი არ არის მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა, ეს არის ღირებულებების აცდენა. მოსწავლეს სჭირდება ადამიანი, ვინც დაინახავს მას არა როგორც ქულას, არამედ როგორც მომავლის შემქმნელს. ეს თავი არის მოწოდება შევიდანოთ სკოლაში ურთიერთობა, რომელიც ქმნის ადამიანებს და არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებს. მადლობა.